კრემლის მიერ იმის განცხადებას, რომ საქართველოში პრორუსული სენტიმენტების მომატებას მოსკოვი მოთმინებით აკვირდება, თუმცა ამ მოთმინებას საზღვარი აქვს, ვაშინგტონში ექსპერტები მყისიერად გამოეხმაურნენ. მაკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ ეს კრემლის მიერ საქართველოზე ზეწოლის უხეში მაგალითია. რუსების სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველოს უწყვეტად აკრიტიკებდნენ. ახლანდელმა მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება მომხდარიყო. მაგრამ თუ ისინი საქართველოს ამაზეც საყვედურობენ, მაშინ ვფიქრობ, კრემლი კმაყოფილი არასდროს იქნება. საქართველოს მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები ჰქონოდა. ყოველთვის შეცდომა რუსი ოფიციალური პირების და დიპლომატების მოსმენა და იმის ფიქრი, რომ ისინი სიმართლის გადმოცემას ცდილობენ. ამ შემთხვევაში რუსებს საქართველოზე ზეგავლენის მოხდენა სურთ, რომ მთავრობა აიძულონ რუსეთთან უფრო მეტად დამთმობი იყოს. ეს საშიში მდგომარეობაა და სამწუხაროდ რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც მეზობლებზე ასეთ ზეწოლას ახორციელებს. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებულ კომენტარზე კი ვოლკერი ამბობს, რომ ეს არ არის საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევა, არამედ კარასინი ცდილობს ლეგალურობა დამახინჯებულად წარმოადგინოს. ეს ლეგალურობის დამახინჯებული წარმოდგენაა. ეს საქართველოს ტერიტორიებია, სადაც ლეგალურად შესვლა მხოლოდ საქართველოს გავლითაა შესაძლებელი. მაგრამ ლეგალური არგუმენტისგან დამოუკიდებლად რუსეთი პრაქტიკულად აკონტროლებს ამ ტერიტორიებს და იქ ხალხის შესვლას, ამიტომ ამ განცხადების რეალური მიზანი საქართველოზე ზეწოლის მოხდენაა. ოკუპაციასთან შედარებით, არგუმენტი თუ რა კანონი უნდა ჰქონდეს საქართველოს ამ ტერიტორიებზე უმნიშვნელოა. იმისთვის, რომ საქართველოს უფრო ეფექტურად გაართვას თავი რუსეთის აგრესიას, ვოლკერის შემდეგ რეკომენდაციებს იძლევა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია მთავრობისა და ოპოზიციის მხრიდან ძირითად პრინციპებზე შეთანხმება და ამაზე საუბარი. მათ ერთმანეთის შიდა პოლიტიკა არ მოსწონთ, მაგრამ სინამდვილეში ბევრ რამეზე თანხმდებიან. საბაზრო ეკონომიკის შექმნაზე, ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს ის მნიშვნელოვანი თემებია, რომლებზეც პოლიტიკური ძალები თანხმდებიან და ამას ხალხის მხარდაჭერა აქვს. ამ საერთო ღირებულებებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს რუსული ზეწოლისგან დასაცავად. ვოლკერი ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია, თუმცა დასცენს, რომ საქართველომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და ყურადღება მიაქციოს ამ დიალოგის შინაარს. ია მეორმეშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.